დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ევე გოგო მიყვავს სკოლაში. დანიდუნი მიყვავს პარკში, იმიტომ რომ დღეს ხო ზეიმი აქვს. ხვალ არა დღეს და დილით არა აქვს ბაღი. ევეკო, გამომხედი დედა. εντάξει, წამ. ყველა სახლი იცი, ვისი სახლი სად არის? როგორ ჩხუბობს? ამასობაში დავტოვეთ ევეკო და ჩვენ მივდივართ პარკში. და რატომ პარკში ამდილა უთენია ჯერ ხომ 9 საათიც არ არის? რატომ მივდივართ პარკში? წამოვიღეთ პლედი, წამოვიღეთ წყალი, ბანანი, ბარა. ხო, ჩანთაშია სველი ხელსახოცები. ხო და წავალთ, ახლა მინდორზე გავგორდებით. და მოუშვებს ხრინვას, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ხუმრობს, სხვა რა დამრჩენია, როცა ეს მავნე გოგო არ გაძინებს ღამე. მავნე, ბატონო. ძალიან გიყვარვარ? ძალიან გიყვარვარ? მე რო უფრო მეტად მიყვარხარ? მავნე შენ. რა დღეშია მასხარა. შეხარ პატარა ტაკი მასხარა. ჩამოვედით სტავროს ნიარხოზე. წამოხა ვიყიდოთ ყავა. შენ არ გინდა ყავა? მე მინდა ყავა. მე მიყვარს ყავა, კაცო. ვინ არის ეს? ჯერ არ არის პარკი ღია, ჯერ მოედანზე დავჯდეთ, პლედი გავშალოთ, იქ ვირბინოთ, ყავა დავლიოთ. შენ კი ისაუზმე, დედიკოს არ უსაუზმეა და ბანანი ხო წამოვიღე, შევჭამ. ბატონო. მე ძალიან მიყვარხარ. არავინ არ არის საერთოდ. არავინ არ არის პარკში. მოყავა ვიყიდოთ. იმედია ყავა იქნება. დედიკო მიყიდა ყავა. დანიკო ფორმაშია. ბურთი და მოედანი ჩვენია. ხო დანი? არავინ არ არის საერთოდ. საერთოდ, იმიტომ რომ ყველა სკოლაში და ბაღშია. კუკუ დანი. დანი, კუკუ, ნელა. ხარ დაარტყი რამე? კარგი სურნელი აქვს ამ ყვავილს. დანიკო. აქ ნაკენჭები გაქვს ფეხსაცმელებში? დანი. სადლო დაჯდე დედა? მიდი დაჯექი და დაგატრიალებ მე. აბა? აბა რა ვქნა? ნელა, თავისთვის დამოუკიდებლად უვლის თავის თავს. კენჭებმა შეაწუხა. გაიფერთხა ფეხსაცმელი. გაასუფთავა და ვალია. ეტიმი. ნელა. აბა. ადი. მე მინდა აჩეთ. Чахдия. Hello guys. მოკლედ. აბა. ვარ ფაქტიურად უძინარი. გუშინ ხო ძალიან დაღლილი ვიყავ მოსული. სამსახურიდან მე გავიარე ადვოკატთან, მე ვიყო ამეცადინე. მე ვიდრე ესენი ვაბანავე, ჰაი, ჰუი მთელი, მე თვალებს ვერ ვახერხ მერთო.
მე ვიბანავე და მიხაროდა რომ მეთქი ადრე მოვაწესრიგე გოგონები გახარება დედიკოს სიცოცხლე. ხო და ეხა მეც დავწები და დავიძინებ თქო. ჩამეძინა და რაღაც მომენტში მესმის დანიელას ტირილი ეს რო ტიროდა და მოვიდა დედიკოსთან. ხო? რატომ მოდი დედიკოსთან? რატომ მოდი დედიკოსთან? გოგო გოგოთქო კლაპუნა კაი მეთქი დაიძინებს რა ნუ ეხა იშვიათად მოდის მაგრამ როცა მოდის არც ჩვენ გძინავს ნორმალურად და არც ამას ნუ მე ღრმათ რო ჩაეძინება გადაყვავს ისე მის საწოლში რო გამიტყდა ძილი აღარ ჩამეძინა როდის ამ ტელეფონის ქროლვაში ჩამეძინა და გრძნობ რომ ვიღაც მიყურებს ანუ რო გძინავს და რო გრძნობ რომ ვიღაც გიყურებს და მე ესე ხელის ჯიკავს ხელი მიჯიკა ესე და დედა დანი რატო მოვიდა თქვენთან და მე რატო ვწევ ვაი ეველინა მე უთხარი დედიკო ეხა ეყვერწები ძლის დავიძინე აძექი მერე ეს გულდაწყვეტილი რო იყო რომ დანის თქვენთან რატო ძინავს და მე რატომ ძინავს მარტო ჩემს ოთახში გადაუბარგდი მე დავწიქი დანიელას საწოლზე დანიელას კი ეძინა მამამისთან ერთად ხო მაგარი ღამე იყო და მე ხო საერთოდ აღარ ჩამეძინა ეს ხდებოდა სადღაც 5-ის ნახევრისკენ და 7-ზე კი ვდგები ისედაც 7-ს რო უკლია 15 ესეთი საყვარელი ღამე მქონდა და რო წამოვედი ეხა დილით რო წავიყვანეთ ეველინა და დანიო საათმე გყავს და მეთქი პარკში ჩავიყვანთ გზომალადეცო შენ თუ მაგის თავი გაქო და სახში რო გავჩერებულიყავი ეხა ვერ გავჩერდება არ გავარდე დედიკო 15 წელს ერთი ამაში ვერ გავჩერდებოდი ანუ ვერ გავჩერდებოდი რა უფრო მითშული ვიქნებოდი ახლა ნენელა აგერ ყავა აგერ დანი დედა ციტუნია დედა ხო ციმციმა ციტუნია გავატარებთ ეს დროს წავალ სახლისაკენ ამინდი არის სასწაული ვაი ჩოკოლადი ციტუნია რა არის დედა საყვარელი ჩიტუნია ვაიმე შენთან მოვიდა გოგო ჩიტუნიებს დასდევს ქალბატონი არ ჩანხარდე უი ფეხები დავინახე შენი ფეხები დანი კარგია მე გამაკატავებ მასე ადი უფრო დავჯდე ედე იუჰუ კარგია მიდი მარტო გაიარე ახლა მაშინია რატო გესინია მელე ოპა ხოჩა ოპა გასწორდი მასე ნუ იხდები გასწორდი უფრო დაიკავებ წონასწორობას რაო ჭყუმბალაობა გინდოდა ჯერ ადრეა დე არც ხელა ისეძან ეხლა დანინო მოდი ხელები გავიწმინდოთ მიდი დაჯექი იქ და გავიწმინდოთ ხელები
ცოტა შიგნით შედი, დედა. ცოტა იქეთ შიგნით შედი, დე. შედი, დედიკო, შედი. დანიკომ პიკნიკი მოვიწყეთ, ხო? დანი. მთელი ტრიალი მინდორი ჩვენია, ბატონო. ლამაზია ჭიანჭველები და შენია? გინდა შეჭამ ბანანს? ჰა? დედო! ჩიმოსილამაზე. ჩიმოვედნიერება. ხა ცოტა ხანში წავიდეთ სახლში, ხო? ჯერ ბევრი უნდა ირბინო? გამოვიქეცი. დაგიჭირე. ჩვენმა გამოვწერმა კომენტარებში დაგვიწერა, რომ მაიკო ფარშო როგორ ამზადებო მაკარონისთვისო. ძალიან ბევრ ვიდეოში მაქვს ნაჩვენები, მაგრამ ეხა მაგ ვიდეოებს ვერ ამოვძებნი, რომ ლინკი ჩავუგდო აი აქ მაქვს ვიდეო და ვაკეთებ და შეგიძლია ნახოთ ხო და ამიტომ გადავწყვიტე თავიდან ჩავწერო ვიდეო. აქ მაქვს საქონლის ხორცის და ღორის ხორცის ფარში, უმეტეს წილი არის საქონლის ხორცის ფარში. თქვენ შეგიძლიათ მარტო საქონლის ხორცით გააკეთოთ, ან როგორც მე ვაკეთებ ახლა ნახევარი. ღორის ხორცი საბერძნეთში უმეტეს წილად არის ნაკლებად ცხიმიანი, არა ისე როგორც საქართველოში ხონი უფრო მეტი რო არის ვიდრე ხორცი. ამიტომ სულ ესე ვიყენებ ნახევარი ღორის, ნახევარი საქონლის. ქვაბში ჩავასხ ცოტა ზეთი, ჩავდე ფარში და ვცდილობ ახლა ესე თქვენ გინდა ჩანგლით, გინდა ესე ხის ყოზით, როგორც მოგეხერხებათ, ეს ბურთულები უნდა ჩავშალო. ანუ არ უნდა იყოს ბურთებად. და საშუალო ცეცხლზე ესე შუშავ. და შევეცდები, რომ მაქსიმალურად ჩაიშალოს ეს ბურთულები. დავუმატე 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი, აქ ფარში მაქვს დაახლოებით 9 კილო 700 გრამი, დაახლოებით ესე. და დავუმატე 2 საშუალო ზომის ხახვი და ახლა ვაცლი ამას, რომ ჩაიშუშოს. არის ხოლმე რომ არ ვუმატებ სტაფილოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ერთ სტაფილოს ყველა ვარიანტში ვამატებ. ეხა 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო დავუმატე. ჩავშუშავ ამას კარგად ეხა ხახვთან და ფარშთან ერთად. ასევე დავუმატე მარილი, გემოვნებით, შავი წიწაკა, ცოტა დარიჩინი, ორეგანო, ბაზილიკი. და ეხა დავუმატებ დაფნის ფოთოლს, რომელსაც ვერ მივაგენი საწავი. მაქვს ესეთი გახეხილი პამიდორი, როდესაც ცოცხალი პამიდორი მაქვს სახლში, ვცდილობ უმეტესი წილი ცოცხალი პამიდორი ვუყო და ცოტა ეს დავუმატო. ეხა მაქვს დაახლოებით 1-3 ცალი და მირჩევნია სალათისთვის შევინახო. და მოკლედ ამ ჩვენი ბაზილიკის, ორეგანოს, დარიჩინის შემდეგ დავუმატებ აი ამ პამიდორის წვენს. ესეც ჩვენი ფარში დავამატე ხა წყალი ისე რომ დაიფაროს და დავახურავ ხა თავზე და ვადუღებ დაახლოებით 40 წუთი, ნახავ საშუალო ცეცხლზე და სულ ეს არის. თავარი დამავიწყდა ნიორი და ხა უცებ ეს ნიორი და მონახე. აჰა. მე როცა ყო რა გაჭმედი და მოკლედ ვუმატებთ რამოდენიმე კბილ ნიორს გემოვნებით. ესე ვუმატებ და მე ამ ნივრებს რო დასრულდება მომზადება ვიღებ. მეთქი რა მავიწყდება თქო. ესეც ჩვენი მაკარონისთვის ფარში. ესეთი გამოვიდა. დაახლოებით 40-45 წუთი მზადდებოდა, ისინი კუკუდამალოვანას თამაშობენ. ნებისმიერი მაკარონი, ნებისმიერი ფორმის, ზომის, ძალიან გემრიელია მოკლედ. სულ ესე ვაკეთებ. წავედი ახლა.